ბიბლიის მიხედვით 4 ქალაქი: სოდომი, გომორი, ადმა და ცებოიმი მიწის პირიდან აღგავა ციდან გადმოსულმა ცეცხლმა. უფლის რისხვა გამოიწვია ამ ქალაქების მცხოვრებთა უკეთურებამ და ყოვლად შემზარავმა ცოდვებმა. დღესაც გამოიყენება გამოთქმა სოდომური ცოდვა და აღნიშნავს გარყვნილებას. იგი იმ ცოდვასაც შეიცავს, რის გამოც ასე ძალიან განრისხდა ღმერთი. სოდომისა და გომორის ცოდვა გულისხმობს არატრადიციულ ურთიერთობას ამ ერთი სქესის წარმომადგენლებს შორის. კია იმიტომ რომ როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ ჩვენ, სოდომი და გომორი იყო ქალაქები, სადაც განსაკუთრებით გავრცელებული იყო ესეთი სახე, ასე ვთქვათ, ურთიერთობის, მახინჯი ურთიერთობის და უფრო დასაჯა ეს ქალაქები. აქედან გამომდინარე, ეს ცოდვა ბიბლიიდან დაწყებული და დღემდე ეკლესიისთვის განიხილება როგორც მომაკვდინებელი ცოდვა, იგი უფრო უარესი ცოდვაა, ვიდრე ჩვეულებრივი მრუშობა, 10 მცნებაში მოხსენიებული. ეს არის ადამიანის ბუნების შემაგინებელი. სოდომური ცოდვა, მამათმავლობა და დედათმავლობა, იგივე ჰომოსექსუალიზმი თავისი არსით ძალიან პრობლემატური და საშიშია საზოგადოებისთვის. როგორც ვიცით, არც ერთი ხალხი არ დაურჩია უფალს იმგვარად, როგორც სოდომისა და გომორის მოსახლეობა. აწვინა ცეცხლი და ჭუნჭუბა, ესე ვკითხულობ წმინდა წერილში. გოგირდის, ასე ვთქვათ, სიმხურვალი დაიწვა ეს ქალაქები. ცეცხლი იმიტომ რომ აი ხორციელი განხურვების წინ ასეთი საჯელი მოუვიდა უფალს და გოგირდი ყველაზე სწრაფად იწვის და ისეთ ყრალს სუნს გამოსცემს. არ დაწვა მამაკაცთან დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლია. ასევე, ვინც მამაკაცთან დაწובה ისე როგორც წვებიან ქალთან, სიბოლწეს ჩაიდნენ ორივენი. წიგნი ლევიტელთა, მე-18 მუხლი. ადამიანი, ასე ვთქვათ, აი ამ ნებას გაქონების საშუალებას აძლევს, გახელების არა, სულ შეიმჩნევა ხოლმე უფლისმიერი დასჯის მომენტი. მით უმეტეს, როდესაც აქ საქმე გვაქვს აი ესეთ გადახრასთან ერთი სქესის წარმომადგენლები ურთიერთობენ ერთმანეთს, თუ შეიძლება ასე ითქვას. ხშირად მამათმავლობა და ლესბოსელობა სურთ გაასაღონ ავადმყოფობად, რათა უფრო ადვილად დაამკვიდრონ ეს ცოდვა საზოგადოებაში. გასულ საუკუნეში იყო მცდელობა, რომ ჰომოსექსუალიზმი ფიზიოლოგიურ არასრულფასოვნებად გამოეცხადებინათ მის ბიოლოგიურ საფუძველს. ერთნი თავის ტვინის თავისებურებებში ეძებდნენ, მეორენი ჰორმონალურ სისტემაში, მესამენი გენებში. ჩვეულებრივად სქესობრივი მომწიფების შემდეგ გამომუშავდება სქესობრივი ჰორმონები, რომლებიც მის სქესობრივ ქცევას და მის სქესობრივ ნიშნებს და გამრავლების უნარს განაპირობებს. ადამიანში ორივე სქესისთვის დამახასიათებელი ჰორმონი გამომუშავდება, როგორც მამაკაცის, ისევე ქალის. მაგრამ კაცებში უფრო სჭარბობს ანდროგენები, ამიტომ მამაკაცს აქვს მამაკაცური ქცევა, მამაკაცური თვისებები, ლტოლვა, მოთხოვნილება და ასე შემდეგ. ხოლო ქალებში არის უფრო ესტროგენების სიჭარბე და აქედან გამომდინარე მისი გარეგნობა, ქცევა, თვისებები, ლტოლვა, მიდრეკილებებიც არის ქალური. არის ხოლმე შემთხვევა, როდესაც სხვადასხვა მიზეზის გამო დაირღვევა ჰორმონალური ბალანსი, თქვათ ზოგიერთ მამაკაცს დაქვეითებული აქვს ჰორმონალური ფონი. ასეთი დისბალანსის დროს შეიძლება შეიცვალოს მამაკაცის ქცევა, იგი გახდეს უფრო ქალური, იცვლება მისი გარეგნობაც, მიხვდა-მოხვდაც და შეიძლება მისი მიდრეკილება და თვისებებიც. ეს ყველაფერი განპირობებულია იმით, რომ მასში ბატონობენ ქალური ტიპის ჰორმონები. ასეთ შემთხვევაში, თუ ჩვენ ჩაუტარებთ დროულად წესიერ ჰორმონალურ მკურნალობას და ჰორმონალურ კორექციას, მამაკაცს დაუბრუნდება ჩვეულებრივი ის თვისებები, რომელიც მას უნდა ჰქონდეს. მეორე ჯგუფი ადამიანების, რომელთაც აქვთ ხოლმე არაადეკვატური და გადახრილი ასეთი ურთიერთობები, მიეკუთვნება ის ჯგუფი, რომელთაც არასწორად ზდიდნენ ბავშვობიდან. აღზრდას როგორც ოჯახში, ისე სკოლაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს სრულფასოვანი პიროვნების ფორმირებისათვის.
იმისათვის რომ ბავშვი ჯანსაღად აღიზარდოს, საჭიროა მისი დაცვა მავნე ზეგავლენისაგან. საწინააღმდეგო ძალა არ მოდის ცარიელ ადგილას. მე შევიტყოდი რომ იყენებს ცხოვრებისეულ მომენტებს. რა იგულისხმება? იგულისხმება ის რომ ალბათ უნდა დაუშვათ ის რომ ადამიანს აქვს მიდრეკილება ამ კუთხით, იცით? ბუნებრივი რაღაცნაირად ახასიათებს მას ამ მიმართულებით სწრაფვა. უნდა დაუშვათ ისიც რომ აქ აღზრდაში შეიძლება იყოს დაშვებული შეცდომა, მაგალითად ფსიქოლოგები გამოყოფენ რომ როდესაც ბის მაგალითად რაღაცნაირად ქალურად ზრდიან ბავშვების ასაკში აწმევენ კაბას, კიდე აძლევენ გოგონების სათამაშოებს ან რაღაცნაირად თითქოს აი ამ კუთხით უბიძგებენ, მათ განკვეთილი პრობლემები ექნებათ აი ამ მიმართულებით. ანუ იცით ალბათ რომ შევაჯამოთ, აქ ყველა ფაქტორი უნდა გამოიყოს. შეიძლება იყოს ბუნებრივი მიდრეკილება, აღზრდაში იყოს დაშვებული შეცდომები. სპორტიც უნდა იყოს განსხვავებული ქალისთვის. ქალისთვის თქვა რაგბი ჩვენ მოგწონს რომ რაგბისტი ქალებია, მაგრამ არ არის ეს რო შევადო კიკბოქსინგი, რაგბი და ესეთი სპორტი ქალისთვის შეუფერებელი და მიუღებელია. სამწუხაროდ ბოლო ხანებში გახშირდა ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა. არსებობს გარკვეული ჯგუფის საჯარო მოწოდებები იმის შესახებ, რომ ადამიანმა არ უნდა შეიზღუდოს თავი, მორალური თუ ზნეობრივი ვალდებულებებით. საზოგადოებაში ასეთი თავისუფალი ცხოვრების წესი ითვლება თანამედროვე, მოდერნიზებული ცხოვრების და ცივილიზაციის ერთ-ერთ უდიდეს მონაპოვრად. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც თვლიან, რომ იგი თავისუფალია და მას როგორც უნდა ისე მოიქცევა. მას ექნება კონტაქტი უნდა ქალთან, უნდა კაცთან, უნდა ორებესთან ერთად. ეს არის მისი თავისუფალი ნება. ეს ყველაზე რთული ჯგუფია. ეს არის ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად არაცნობიერებენ, რომ ისინი ცოდვილი არიან ღვთის წინაშე. პირიქით ისინი ამბობენ, რა ცოდვას ჩავდივართ. თქვენ ხომ ამბობთ, რომ გიყვარდეს მოყვარსო, გვიყვარსო. ანუ ისინი თვლიან ამას, რომ ისინი სწორად იქცევიან და ესენი არიან სწორედ ეს ადამიანები, რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ მათი უფლებების შეზღუდვაზე. ანუ ესე იქ არის იცით ეკლესია რომ მოითხოვს ჩემგან არა კაცკლა, მე რომ გამოვიდე ამისთვის და ხმამაღლა ვიძახო ეკლესიას ღუდავს ჩემს უფლებას, მე მინდა ადამიანი მოვკლა და ეს კიდე მიშლეს ამას. ამ ცოდვის დამცველები ხშირად აპელირებენ დასავლეთზე. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ გავცნობოდეთ კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლისა და საერთაშორისო სამართლის სპეციალისტის აზრს. 2010 წლის 24 ივნისს ევროპული სასამართლოს მეოთხე სექციამ გამოიტანა გადაწყვეტილება და ამ საქმეს ეწოდება ასეთი ფორმულირება. საქმე შალკი და კოპი ავსტრიის წინააღმდეგ. კონკრეტულ საქმეს გეუბნებით რა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. შალკი და კოპი ავსტრიის წინააღმდეგ. ახლა ეს შალკი და კოპი გახლავთ ორი ჰომოსექსუალისტი მამაკაცი, ასე თქვა, ითხოვეს ასე თქვა ავსტრიის კანონმდებლობის შესაბამისად დაქორწინება. რა თქმა უნდა, ბუნებრივად ავსტრიის ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად აკრძალულია და ამაზე ატყდა ერთი ამბავი და უარი უთხრას. ამათო ირბინეს ის გაიარეს ყველა ინსტანცია, ასე თქვა, ავსტრიის ასე თქვა სამართლებრივი სივრცისა და ავიდნენ ევროპულ სასამართლოში, ანუ სტრასბურგში. სტრასბურგის სასამართლოში კიდე მეოთხე სექციამ გამოიტანა გადაწყვეტილება, როგორც მოგახსენეთ ამ თარიღით და ამ საქმეს დაერქვა შალკი და კოპი ავსტრიის წინააღმდეგ. ერთი გახლავთ 60 წელს დაბადებული პიროვნება და მეორე 70 წელს დაბადებული. ამათ მოინდომეს დაქორწინებული იყვნენ რა. ამას მოყვა ბუნებრივად უარყოფითი რეაქცია გამოყენებული სტანდარტად. იმიტომ რომ აქცენტს აკეთებენ აი ევროპული სასამართლო, ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, ევროპული კონვენცია, ხო, ევროპული სტრუქტურების ასე თქვა მოტივირებით ხდება რაღაცა ასე შეფუთვა, ამათი უფლებების დაცვა. კონკრეტული გადაწყვეტილება ევროპული სასამართლოს გეუბნებით სტრასბურგის, რომელსაც არ დააკმაყოფილა თხოვნა და უთხრა უარი. мотивация არის ასეთი. ევროპული კონვენციის მე-12 მუხლი ითვალისწინებს ქორწინების უფლებას. მუხლს ასე ქვია. და სადაც შავი თეთრზე წერია ქალსა, სრულწლოვან ქალსა და მამაკაცს აქვთ ქორწინების უფლება და ოჯახის შექმნის უფლება ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. და ეს არის სავალდებულო ნორმა ამ შემთხვევაში ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებისთვის. და ასეთი არის 47 ქვეყანა, მათ შორის საქართველოც. ჰომოსექსუალობა მძიმე გარკვექნილება და წარმოაჩენს ბიბლიაში. ეს ნათელია და ამიტომ საერთოდ ეკლესიისთვის მერე იყო ნათელი მათი პოზიცია. ეკლესია მუდამ ასკადებდა რომ
ჰომოსექსუალობა თავის დავა და უსესრიგობაა. ესე იგი, სხვა სიტყვებით არის ცოდვა. ისედაც სავალალო მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს სოდომური ცოდვის პროპაგანდა პრესისა და მასმედიის საშუალებით. ეს განსაკუთრებით წინ წამოწევენ, რომ აი მასობრივი საშუალებები გარკვეული კუთხით თითქოს რეკლამასაც უწევენ აი ამ მიმართულებით. ანუ თქვათ, ზოგჯერ ტელევიზორში შეხვდები ისეთ ამაზღზენ კადრებს ერთის სქესის წარმომადგენლების ურთიერთობის და როდესაც მოზარდი თქვათ შეხედავს ამას, თითქოს პრეცედენტი იშვება, რომ იგი არის ასე თქვათ არა აკრძალული და მე როდესაც ფანტაზიას ამოსახვას ახლებ ამ მიმართულებით არა ძალიან უწყობს ეს ხელს აი ამ ნების განვითარებას. თუ ჩვენ ასე თქვა ვიქნებით პრინციპულები ისეთ საკითხებში, თუნდაც როგორც ეს თემატიკა, რაზეც ახლა ჩვენ ამ წუთში საუბრობთ, და არა მარტო ეს თემატიკა, ოჯახის ინსტიტუტის შექმნა დაწყებული სხვა რწმენის, რელიგიის, აღსარებლობის, ტრადიციული ელემენტების დაცვის და ასე შემდგომ, ბუნებრივად ეს ჩვენ ერთგვარი ასე თქვა დაცვის მექანიზმის შეგვექმნებოდა და გადავრჩებით ამ ასე თქვა არ გავხრებით და თუ სამწუხაროდ ბრმად მივიღებთ ამას ჩვენ ყველაფერს, თავისთავად ეს გავლენას მოახდენს ჩვენზე და დაწყებული მენტალური შეხედულებების ასე თქვა დაწყებიდან დამთავრებული ტრადიციული ღირებულების გრევით ძველ აღთქმაში ვკითხულობთ, რომ შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. მათი თანაცხოვრების მიზანი გამრავლება და შვილიერება უნდა ყოფილიყო. აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, ავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას. ნებისმიერი სხვა ფორმა ცოდვაა. ამ ცოდვის სიმძიმე კი ასეთია. უკეთესია სიკვდილი, ვიდრე ასეთი სიბილწით ცხოვრება. მკვლელი სულსა და სხეულს განყრის ერთმანეთისაგან. მამათმავალი კი ღუპავს როგორც სულს, ისე სხეულს. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ამ უსჯულოებას შეედრება და მასში მყოფნი, რომ ამ ცოდვის სიმძიმეს აცნობიერებდნენ, ამ სისაძაგლეში ჩავარდნას მრავალგზის სიკვდილს არჩევდნენ. მადლობა ღმერთს, ღვთისმსხალობი დედამიწას ჯერ არსებობს უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული ან თუნდაც გაეროს, თუნდაც ევროსაბჭოს, თუნდაც ევროკავშირის მიერ კანონის პრინციპი, როგორც გითხარით, ევროპული კონვენცია ან გაეროს ადამიანის უფლებათა დეკლარაცია, ასეთი კანონები, რომლებშიც შავ თეთრზე იქნება სავალდებულო ასეთი სტილის ეგრეთ წოდებული უმცირესობების დასაცავად. ეს თემები ბუნებაში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ რეკომენდაციები, რომლებსაც აქვს არასავალდებულო ხასიათის შესასრულებელი, ასე თქვა, ძალა და პრინციპი და ახლა ეს უკვე დამოკიდებულია კონკრეტულ ქვეყნის ნებასრულზე. უნდა გაითვალისწინოს და მიიღოს მას, ასე თქვა, სამართლის ნორმად, უნდა არ გაითვალისწინოს. ეკლესია თვლის, რომ ეს მომაკვდინებელი ცოდვაა. ამ ცოდვისაგან გათავისუფლების ერთადერთი საშუალება კი ამგვარ ცხოვრებაზე უარის თქმაა, რაც სინანულით მიიღწევა. თუ ადამიანი დაგმობს ცოდვილ ცხოვრებას და სინანულით შესთხოვს უფალს ცოდვების მიტევებას, შენდობას მიიღებს. რადგან არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის სიყვარულსა და მოწყალებას აღემატება. ეკლესია უმთავრესი მიზანი რა არის ადამიანის გამოსწორება და შეიძლება ადამიანს ყოველთვის ეს უარყოფილი მიდრეკილება, სწორედ ეკლესია იმისთვისა, რომ ადამიანი კაცი გამოასწოროს და როდესაც ხდება აღსარებაში ან შენი გადახრების აღნიშვნა, როდესაც იბრძვი სულიერი ფსიქოლოგიური კუთხით აი ამ შემთხვევაში უბრალოდ გაძლევს იმ ძალას, რომ ის რაც თუნდაც თანდაყოლილი დეფექტია, ის რაც თუნდაც აღზრდის არასწორი აღზრდის შეცდომის გამოხატულება არა, ეს ნელ-ნელა გამოსწორებული იქნეს. ასე რომ გამოვალი სიტუაცია არ არსებობს. თუ ადამიანი რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა სულიერი კუთხით ცდილობს გამოასწოროს საკუთარი თავი, მე დროთა განმავლობაში მას პრობლემა არ ექნება და სხვა განზომილებაში გადავამის ფსიქიკა ამ მიმართულებით.